დაიწერა ეს მოთხრობები დიდი ხნის წინ და ახლობით 7 წელი წერებოდა, ანუ არ ემზადებოდა ეს გამოსაცემად, მაგრამ უწერდი ჩემს. მე შევკარი უბრალოდ და დაბიჭდა სიესტა, ჩათვალა საჭიროდ, და დაბიჭდა ეს. ანუ არის დებიუტი, როგორც ორხდაშუა მოქცეული უცვლელი ტექსტი, ასევე ბრძონ მოთხრობები. ეს არის ჩემი და ცოტათი განსხვავდება იმ პროზისგან, რაც საწყობია თანამედროვე ქართული პროზა. არ ვიცი, უკეთესი, კარგია, ცუდი ეს სხვა საკითხი, მაგრამ არის განსხვავება. აი ეს განსხვავება რაში მდგომარეობს მაინც? იმაში მდგომარეობს, რომ არ არის მაგალითად არ არის საუბარი აფხაზეთზე, არ არის აბსოლუტურად გათვალისწინებული სოციალური ფონი, რაც არსებობს ქვეყანაში. რაც ხშირად ხდება ინსპირაცია მწერლებისთვის მოთხრობის რომანის დასაწერად. ანუ ამით განსხვავდება, რომ არავითარი პათოსი არ აქვს და არ აქვს სიუჟეტი, რომელიც ნებისმიერ ქართულ მკითხველს, რომელსაც რაღაცაზე დააფიქროს და ან ერთი მხარე დააჭეროს, ან მეორე მხარე სრულად აპოლიტიკურია. საბედნიერო ჯერ არავის არ ითქვამს, რომ ეს არის ცუდი. არავის არ ითქვამს, რომ დაკარგა დრო ამ 3 საათი და სამწიგის წასაკითხა დაჭირდა. ბევრი იცინა, სიღრმეს არ დაგიტოვებს, არაფერს არ დაგიტოვებს საფრთხეს, იმიტომ რომ არ აქვს პროსე. წერე აბსოლუტურად ყველაფერი მოგონილი, საინტერესო ამბები, რომელიც ადგილმდებარეობა არის არ არის დაკონკრეტებული სად ხდება, არ არის ქართული სახელები შესაბამისად საქართველოში არ ხდება, არ არის პრობლემები, რომელიც საქართველოში აქტუალურია, ან თუნდაც სხვა დანარჩენ აბსოლუტურად არ არის სოციალური ფონი დათვალისწინებული.